გამარჯობათ მეგობრებო, ჩემო გამომწერებო. ამ ეტაპზე სამდე დასაკეთიდან ის მასალები ჩავუმივა და მომზადე ფიქსირებული დანის პირი. ესეთი შეკვეთით. ესეთი დანა. ესეთი პირი იქნება. 3 მმ სისქე, დაყვანა ლინზა, შიდა ლინზა. ესეთია. პირის დაყვანა 0.5 მმ, უკვე გალესილია. და ეხლა ამ წუთას მინდა ლურსმანზე გავტესტო. როგორ გაიტანს ლურსმანს. ვიცი რომ გაიტანს, მაგრამ მაინც მინდა რომ გავტესტო. ესეთია, 14 სანტიმეტრია ზუსტად პირის სიგრძე. გრავირებები როგორც ყოველთვის ხელით შესრულებული. ესეთია. შუქი ჩავაქრო, უფრო კარგად გამიჩნდება. შლიფო გაპრიალება გადატარებულია 3000-იან ალმასზე, ალმასის პასტაზე. ეს კიდე ეგრეთ წოდებული ზელიონკით გასაპრიალებელია. მასალა გახლავთ 8X NFT. ეს არის მაღალნახშირბადოვანი ლეგირებული ანუ გამდიდრებული ფოლადი. და შეუდგეთ გატესტოს. ეგ მაქვს ლურსმანი. ეს ლურსმანია. ლურსმანის ზომებში ვერ ვერკვევი და ვერ გეტყვით ლურსმანის ზომას. თუმცა დიამეტრი არის 2 და 8 დაახლოებით სისქეში. 3 მმ-მდე. ესეთია. ახლა ამაზე ლურსმანი რო არ გაიქცეს. სკოჩით დავიჭერ. ესე ჯობი. მოსახერხებელი რა იყოს. სკოჩით დავიჭერ. რომ ეს გადაჭრის შემდეგ ლურსმანმა ნაწილებმა გაქცევა იცის. აქედან გამომდინარე სკოჩი კარგი საშუალებაა ამისათვის. სიმტკიცე თვითონ პირის გახლავთ 63-მდე ზოკველი შკალით, იმიტომ რომ შუშას წარმატებით იღებს. და აბა ვცადოთ ლურსმანის წაღება, ლურსმანის გატანა. მაგერია. უჭირო. დანის პირი. ეს ლაკას ნუ მიაქცევთ ყურადღებას. დანის პირი. ლურსმანი. ეგ არის ლურსმანი. ისევ და ისევ გავიმეორებ. სიმტკიცე 62-63. გრავირებები როგორც ყოველთვის ხელით შესრულებული.
ქაღალდზე არ ვტესტავ, იმიტომ რომ იმდონეზე არ არის გალესილი ჯერ ტარი რომ არის გასაკეთებელი. იმდონეზე არ ვლესავ პირს რომ ქაღალდი გაიტანოს. იმიტომ რომ ხელებს უფრთხილდება ეს სიტყვით. ესეთია. ზედა. Masala 8X6 NFT. 8H6 NFT. გრავირების სიღრმე გახლავთ 0.3 მმ. გრავირების თემა თვითონ ორნამენტი ჩემი იმპროვიზაცია. პირადად ჩემი იმპროვიზაცია. დანის სიგრძე აი ამ წერტილიდან წვერამდე 14 სანტიმეტრი. სისქე 3 მმ. მადლობა ყველას. ყველას წარმატებებს ვისურვებთ.